18 წელს ვიყავი. ეხლა წარმოიდგინე მე გამოცდაზე რო გავდიოდი იურისპრუდენციას არ ვაბარებდი. ვაბარებდი ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, ბიოლოგიას. ესეც აკეთებს რა, სულ ესეთი გამოცდები მქონდა. სერიოზული რა, ანუ ისეთ ფორმულებია სადაც ისინი. მე დარწმუნებული ვიყავი რომ 100-იანი ჩავაბარებდი პირველივე გასვლაზე. და ყოველთვის 100-იანი ვაბარებდი. ოღონდ მინდა კი არა. მე უკვე ჩაბარებული მქონდა. სანამ შევიდოდი. შევდიოდი და გამოდიოდი ჩაბარებული. ის კი არა ამის უკან მომყოლდა ხშირად პროფესორები. ხო. დამოკიდებულება, შენი დამოკიდებულებაზე ყველაფერი აწყობილი სინამდვილეში. სადმე რომ მივდივარ ჩიგრიდან ცახცახებთ. აი უნდა გავისაუბრო და ვინ უნდა გაგისაუბროს? ვისაუბრო და გამისაუბრო, იქით გავისაუბრები. მათემატიკას ვაბარებდი გამოცდას უნივერსიტეტში. შევედი და ავიღე ბილეთი, ზეპირზე ვიძახი. და ეგრევე მივედი და კი მაგრამ მოიფიქრე მაინც, რაც არ ვიცი რა უნდა მოიფიქრო, მეთქი დავუჩვი. პატარა ბიჭი ვიყავი. აბა სამოცანა გამოიყვანე იმაშია და მიუწერე პასუხი. მეორე გამოიყვანე, მიუწერე პასუხი. მეათე კლასის ჩემპიონი გავხდი კაცო. მესამე ეგრევე მიუწერე. ალკი არ ვიციო. მე დებილი კი არა ვარ მეთქი. ესე უპასუხე ზუსტად. მე ისთქვი რომ მე მათემატიკა არ ვიცი. იმიტომ მე ავთვლი რომ ვიცი ჯერ კიდე. ხო ხდებით? დამოკიდებულება. შენი დამოკიდებულება, ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ისაც ვთქვი, მე ერთ გადაცემაში მკითხა ერთმა, რომ ისე ციხეში რომ მოხვედრილი ხარ, ხშირად ამბობდიო ადრე, კი მე ვიცოდი რომ ციხეში მოხვდებოდი აუცილებლად. იმიტომ რომ ესეთი მეც ბავშვი ვიყავი და მეც იდიოტი ვიყავი და დავაპროგრამე რა ჩემი ცხოვრება, ესე გამომივიდა. იმიტომ რომ რო ყველაფრის წინამდე რადგან მივდიოდი, აუცილებლად უნდა დავეჭირეთ. ეს წესია. როდესაც მე მივხვდი რომ მე შემეძლო სხვანაირად გამეკეთებინა, ის უკვე მოხდა. ყველაფერი. ხო ხდები? მაგრამ მე სამაგიეროდ მე ვიცი როგორ გავაკეთო. აი ამაზე უნდა იფიქროთ. როდესაც რამეს აკეთებთ, აი მაგალითად კომპიუტერში. აკეთებთ პროგრამას. ალგორითმი უნდა გააკეთოთ ხო პირველ რიგში. ალგორითმი რა არის? აი მაგალითად დილას უნდა ავდგე. უნდა მივიდე პირიდავებ, ანუ მე გამოვიდე ვანიდან, ყავა ავიდუღო, ეს ყავა დავლიო და მე რაღაცა გეგმაში ის გავაკეთო და ასე შემდეგ. ეს ალგორითმია. ანუ მოქმედების რომელ პოზიციას ვანვითარებ. აი ესე უნდა გავაკეთოთ დავაპროგრამოთ საკუთარი ცხოვრებაც. და თქვენ იცით რა შესაძლებელია. არსებობს ესეთი პითაგორას ფსიქოტექნიკა. აი ხლა გიხსნით და სინჯი თვალიდან და ნახავთ რაც მოხდება. ადვილია. დილას რო დგები, მომავლის ფორმირება ქვია. ეს უძველესი ტექნიკაა. დილას დგები რო ვიღვიძებდი, ძველ თბილისში სადაც ცხოვრობდი, მაშინ ახალგაზრდობაში. სანამ ავდგებოდი, წარმოვიდგენდი, როგორ ავდექი, როგორ დავლია ყავა, მე როგორ ჩავედი კიბეებზე, როგორ გამოვედი და გავიარე ლესელიძეზე, სივრცეზე და ვინ შემხვდა ლესელიძეზე, ვინ რა მითხრა. ეს ზუსტად წარმოვიდგინე. ოღონდ იმ დონეზე რომ გრძნობდი, ხო ხდებით გრძნობდი რას ნიშნავს. ნიარსაც კი გრძნობდი რომ მივდიოდი ქუჩაში, ამდღარ მივდიოდი საწოლში მიწექი. მე ვდგებოდი და მივდიოდი ამ ლესელიძეს. ზუსტად ისე ხდებოდა როგორც მე ვფიქრობდი. ერთ-ერთ ის შემხდებოდა იმას მეტყოდა, ის შემხდებოდა იმას, ის შემხდებოდა ვერ დამინახავდა გამივლიდა. იმიტომ რომ ჩაფიქრებული იყო წინასწარ. იცი ეს საოცრება იყო ჩემთვის მაშინ. 70-იან წლებში ვამბობ. ეს იყო საოცრება, იმიტომ რომ თურმე მე შემიძლია რაღაცეები მე თვითონ დავგეგმო. ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. იცი ვისთვის ხდება შემთხვევით?
ვინც შემთხვევით ცხოვრობს ამ სამყაროში. რეალურად კი არ ცხოვრობს. შემთხვევით ტიპებზე. გახსოვთ იქ არის ფანტასტიკური მომენტია. დოსტოევსკი მოკვდავ ისეუბნება. მე დოსტოევსკი არ ხარ. დოსტოევსკი მოკვდავ ამას ბეგემოძრეუბნება და უცოდ შეხვიებს. ეს რა მითხარიო კაცო? შეუძლებელია ესეთები არ კვდებიანო. მართალია ესეთები არ კვდებიან. არც პროგრამირდებიან. და ბერლიოზი დაprogramda და პროზამუშკას აქციულმა ზეთმა თავი წააცალა. აი ეს მომენტებია გასააზრებელი. იცი ჩვენ ძალიან ბევრს გითხულობთ. ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებთ. მაგრამ არ ვცდილობთ გავიგოთ ის, რაც ყველაზე საჭიროა. ძირითადად ვიგებთ იმას, რაც გვართობს. დაუკვირდით ხალხო. დაუკვირდით, ამას დაუკვირდით აუცილებლად. და თქვენ დაინახოთ, თუ თქვენ ყველაფერს გაკეთების უნარი გააქვთ. ნებისმიერი რამის ჯანმრთელობიდან დაწყებული ყველაფრის. გინდათ თავს მოიკლავთ, გინდათ თავს გადაირჩენთ. გინდათ იმას გააკეთებთ, გინდათ იმას გააკეთებთ. არავინ არ თქვას, სუიციდური გრეხი ციატომ არის. იმიტომ რომ შენ არ ფიქრობ იმაზე, რომ რაღაცა დასამთავრებელი. თორე სინამდვილეში შეგნებული გადასვლა იმ სამყაროში გრეხი არ არის. იმიტომ არის რომ იგივე ხარაკირის მომენტი, როგორც გრეხი არ აღიქმება, ხო? როგორც ცოდვა არ აღიქმება იაპონელებში. ესეთები ბევრს ჰქონდა, სხვადასხვა ერებს. გააზრებული ცხოვრებაა საჭირო. ყოველი ნაბიჯი უნდა გქონდეს გააზრებული. და ამ გააზრების უმაღლესი საფეხური, პირველი საფეხური, პირველი ერთიანი, ეს არის სიყვარული. მეტი არაფერი. ჩვენ სიყვარული აგონია, ეცე დავეცგერები, ჩავეხუტები, ჩავკოცნი, ეს არ არის სიყვარული. ჩვენ უნდა სიყვარულზე ნებას ერთმანეთში. ისოთა მეტია, ესეც სიყვარულია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სიყვარული აქედან არის. თუ სიყვარული არის აქედან, სიყვარული არის აქედან, სიყვარული არის აქედან, ხო? აქედან სიყვარული და სამყაროს ეხება. აქედან სიყვარული ადამიანურ პოზიციას ეხება ჩვენსას. იცი შენ რაღაცა გაგიჭირდა და მე რო ეს გავიგე და მეტკინა. აი ეს არის აქედან სიყვარული. ეს მის უპირობოა ყველა სიყვარული. მაგრამ აქედან არა უბრალოდ რომ დაგინახე და მომეწონე და სხვა ემოციები გამოიწვია ჩემში, აი არის იქიდან სიყვარული. ჩვენ ვუყურებთ ამ სიყვარულებს ერთმანეთში. ეს არის ჩვენი მინუსი. და რატოა საჭირო სიყვარული? იმიტომ რომ მას ვისაც ძალობ სიყვარული, მას იმის უნარიც აქვს, რომ ბრძენი გახდეს. ბრძენი რა არის? ეს არის დიალექტიკა, პრაქტიკულად წინააღმდეგობათა ერთიანობის მიღმა დგომა. იმისათვის რომ დაინახოთ ცუდი და კარგი, გვერდით უნდა დადგე. გახსოვს ლაოძი რას ამბობს? მაშინ როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება. კაცობრიობამ შეიმეცნა რა იყო სიკეთეო. სიკეთე თავისთავად არსებობს. უბრალოდ ბოროტება იშვა. ვინ შვა? უკვე კაცობრიობა არსებობს, ესე იგი კაცობრიობამ შვა. და არა ეშმაკმა და ქაჯმა. ცაში რო დაფრინავს. რატო ულანდი ბოროტია? ანაზაზე რო ბოროტია იმ ჟურნალში, რა ქვია, მასტერი მარგარიტაში. არა კაცო. არა, ადამიანები არიან ბოროტები და თვითონ წვლიტავენ თავიანთ ციგიშეებს. არის თუ არა ესე? არის. იმათ უნდა ის რაც ხდება. კაცო 70,000 მანეთი აქვს და პლუს ოქროწოდები სახში. და მიდის და 109 მანეთის გულიზა ლამის კონცერტს მართავს. ხوار იდიოტი ის კაცი. ესე. 30 უთხრა. ის მაინც დაიჯერა ეშმაკი რო არსებობს. და მე რეუბნება. ნაკნო კიევშიო, შევატყობინოვო შენს ამდენ ნიშანს გაძლებს. ხო უნდა მიხვდე. ხომ არ მიხვდები, იმიტომ რომ მანქანა ხარ. იმიტომ რომ მკვდარი სული ხარ. იმიტომ რომ ადამიანი არ ხარ არასრულნებ. იმას გონია ფილონ ალექსანდრიელი რო გაუგია.
და პირველ ალექსანდრიას რაფერი აქ ნათქვამი, მართლა რა აქ ნათქვამი ქრისტეს შესახებ. იმ პერიოდში იყო, მაგრამ ეს ეგვიპტეში იყო და ეს აქ ეთყდებოდა ეს ამბები. უკვე ყველაფერი გაიგო. არაფერს არ გაუგია. ესმის ისე როგორც ლევან ბერძენიშვილი ვერ გაიგებს მასტერი მარგარიტას. თუ რეგ იდიოტებისთვის არ არის დაწერილი. ეს პოზიციებია ხალხო. და ალბათ მიზანი ერთადერთი უნდა იყოს რეალობაში დაბრუნება. და რეალობაში დაბრუნება იმ სამყაროში არ იწყება. ამ სამყაროში იწყება. აქ დაბრუნდები რეალობაში და იქ შენ მართავ რეალობას უკვე. და აქაც შენ მართავ რეალობას თუ შენ ამის სურვილი გააქვს. ძალიან ადვილია. იცი ამდენად მარტივია გაგიშტებით. უბრალოდ უნდა დაიჭერო, მეტი არაფერი. საკუთარ თავს უნდა დაუჭერო. თორე თეორია ბევრია. იქნება ილუზია, სადაც ჩვენ ვართ მატრიცა მაგალითად. ხო? ეს არ არის რეალობა. რამერებერი შეხედავ და მომწოხარე ხარ ვქნა. არ არის რეალობა. მაგალითის ვსვამ. ხო არის ესე. ეგრე არ ხდება. ძალიან მარტივია. ფილოსოფოსებს უყვართ რაღაცები, იმიტომ ფანტასტიკურად აქ ვოლანტირებნება. ხო, ნუ ხუთი ის დაწერაო, მაგრამ იმათო კანტმა. მე ექვსო, თვითონ უარყო თავის, მე ოთხარიო, რომ შენ როგორ თქვენო და ბერავს უკვე. ფილოსოფია ძალიან საინტერესო რამეა. რისხლეტო ამეთი არაფერი, აბსოლუტურად. აი ეს რომ არის, რა ქვია, გუდიაშვილის ნახატი, ხო გინახიათ? გრაფიკული. ფილოსოფია ეგრევე წერლავენ, აი არის ფილოსოფია. ამიტომ უბრალოდ რეალობაში უნდა დაბრუნდეთ. აი მომენტი რომ დეჟავუს რო ეძახიან.